მადლობა. ეს არის დღე, როდესაც სიტყვა ძნელდება. რადგან ის, რაც ჩვენ ვტკივა, ცდება ჩვეულებრივ ტკივილს. და ის, რასაც ჩვენ ვგრძნობთ, ცდება ჩვეულებრივ გლოვას. ეს დღეები ჩვენ მდგავართ სიჩუმეში, რომელიც სავსეა ლოცვით. ჩვენი წმინდა პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე წარსულა უფლის წინაშე, თავისი შრომით და თავისი ღვაწლით. მისი ღვაწლი ვართ ჩვენ, მისი ერი, მისი საწვდო, მისი სულიერი შვილები. უფალმა ის მოავლინა მარტო კაცად და ის უბრუნდება შემოქმედს მთელი ერით, ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ამ დღეებში ყველა მცხადად ვიხილეთ. ჩვენ ვართ პატრიარქის თაობა, ჩვენ ვართ იმ უნიკალური მოვლენის მოწმენი, როდესაც მთელი ერი ერთი ადამიანით არის სულიერად დაკავშირებული. როდესაც საქართველოს ყველა მოქმედი სასულიერო პირი მისი ლოცვა კურთხევით არის ხელდასხმული და საქართველოს ქრისტიანთა აბსოლუტური უმრავლესობა მისი ლოცვა კურთხევით მონათლული. ჩვენი 2000 წლოვანი ეკლესიის დღევანდელი სიმრავლე, სახე და ფორმა მის მიერ არის შექმნილი. უწმინდესი და უნეტარესი აღმოჩნდა ჩვენი ერისა და ეკლესიის ის მტკიცე დუღაბი, რომელმაც უღმერთობისა და ნიჰილიზმის დროში ჩვენი წარსული აწყოსთან, ხოლო აწყო მომავალთან დააკავშირა. და მართლაც, ჩვენ ვიხილეთ ღვთის სასწაული, ფერფლიდან აღდგარი ქართული ეკლესია, რომელიც მან მარტო შიშველი ხელებით თავიდან გამოკვეთა. მან ეს შეძლო, იმიტომ, რომ იცოდა მთავარი. დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ღირებულება იბრძვის პირველობისთვის. თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, სამართლიანობა. უწმინდესი და უნეტარესი თითოეულ მათგანს თავის ადგილს მიუჩენდა, მაგრამ გვასწავლიდა მთავარს, თავისუფლებაც, თანასწორობაც და ყველა სხვა აზრს კარგავს, თუ არ დგას უმთავრეს ღირებულებაზე, სიყვარულზე. ჩვენ გვყავდა სიყვარულის პატრიარქი, მისი დაუღალავი მქადაგებელი. იგი თავისი ცხოვრებით იქცა მაგალითად, თუ როგორ შეიძლება გიყვარდეს ყველა, შინაურიც და უცხოც, მოყვარეც და მტერიც, მართალიც და ცოდვილიც. მან შეძლო შეუძლებელი, როგორც ქრისტიანმა აღასრულა ქრისტეს რჯული, როგორც ბერმა დაიცვა აღთქმა, როგორც პატრიარქმა ზიდა თავისი ერის უმძიმესი ჯვარი. დასრულდა მისი მიწიერი გზა, მაგრამ დარჩა სიყვარული, მისი სიყვარული ჩვენს მიმართ, რომელიც ამ დღეებში მთელმა ერმა მადლიერებით დაუბრუნდეთ. სწორედ ეს იყო მისი მთავარი ოცნება, ეხილა ქრისტეს ეკლესიაში გამთლიანებული თავისი ერი. მან ეს შეძლო და სწორედ ასე წარსულა უფლის წინაშე, პირნათელი და მადმოსული. ეს ვარ ჩვენ, მისი თაობა, რომელთაც ვიცხოვრეთ მასთან ერთად, ვიხილეთ იგი, ვიგრძენით მისი მადლით და ვამოწმებთ მის სიდიადეს. მაგრამ მისი ისტორია აქ არ სრულდება. ჩვენ შემდეგ გზას ისევ მისი თაობა გააგრძელებს, მისი ნათლულების თაობა, ჩვენი შვილები, რომლებიც მის სახელს, მის კურთხევას და მის მადლს ატარებენ. ასე გასდო მან ხიდი დროთა შორის და შეადუღაბა ჩვენი ერი. დიდხარ შენ უფალო და საკვირველო არიან საქმენი შენი. საუკუნოდ იყოს ჩვენი პატრიარქის ხსენება, მისმა ლოცვამ და მეოხებამ დაიფაროს სრულიად საქართველო.